ვიდეოს ვიწყებ ბოდიშით. ბოდიშს ვუხდი დედას და მამას იმის გამო, რაც ვიყიდე, რაც ახლა ვნახავთ. ეს ჩემი ოჯახისთვის არ მithქვამს და ეხლაც აქ ვარ ისე რომ არიციან რა ჩამომივიდა. ამიტომ ამ ვიდეოდან გაიგებენ და დედა მამა ბოდიშს გიხდით, რო არ გითხარით, უბრალოდ არ მინდოდა რომ გენერვიულოთ, იმიტომ რომ ვიცოდი რა რეაქციაც გექნებოდათ აი ამ შენაძენზე, რასაც ახლა ჩვენ ცოტა ხანში ვნახავთ. დაველოდოთ. მოიცა. ჯერის უნდა მოუყვეს საერთოდ აქამდე როგორ მოვედით. ესე იგი, ღამის 3 საათზე წამოვედით თბილისიდან, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად კონტეინერები იხსნება ხოლმე დილითვე და 11 საათზე მაქსიმუმ უნდა გახსნილიყო კონტეინერი, ამიტომ თადარიგი დავიჭიროთ, რომ ულეთ ჩამოსულიყავით, არ დაგვეგვიანა, 3 საათზე წამოვედით. 8 საათზე უკვე აქ ვიყავით დარჭოვილები და ველოდებით ახლა რომ 10 საათი გახდება, დაურეკავ რაღაცა ის და დავიწყებთ უკვე პროცესებს, შევალთ და გახდა 11-12 პირველი, მოკლედ მთელი კვირა რომ ამოგვხვდა სული თბილისში სიცხით და აღარ ვიცოდით რა გვექნა და ზაფხული რომ მოვიდა, მაინც და მაინც დღეს როცა კონტეინერი გაიხსნა და აქ ჩამოვიდით გადასაღებად, მოხდა ყველაფერი. სიცივე, წარღვნა, წვიმა, ქარი, რის გამოც კონტეინერების გადმოღება შეაჩერეს დროებით. ქარის გამო ვეღარ გადმოქონდათ, იმიტომ რომ ძალიან ქანაობდა ამ წეზე და ეხლა არის 4:30. 8 საათზე აქ რო ვიყავით დარჭობილები, ეხლა არის 4:30 და კვლავ ველოდებით რომ დაიწყოს კონტეინერების გახსნა, იმიტომ რომ ვერცლიდნენ აქამდე და საერთოდ ძალიან ცუდი ის არის, რომ ცოტა სათუოა ეხლა ის ყველაფერი კონტეინერს დღეს გადმოიღებენ თუ არა და მოხდება თუ არა დღეს გახსნა და შეიძლება საერთოდ ტყუილად მოგვიწია დღეს ჩამოსვლა და ამიტომ ამ ვიდეოში კი იხილავთ რა ვიყიდეთ, იმიტომ რომ გაგრძელება ექნება, მაგრამ დღეს ნახავთ ჩვენ ამ ყველაფერს თუ არა ეგ არ ვიცი. One eternity later. როგორც იქნა გვეშველა და შევდივართ. თან საბედნიეროდ ტრანსპორტი მოგვიგვარა ყველაფერი და ყველა შევდივართ ვაფშე. წავედით. ჩავწვათ ახლა ნაკითკებს. კი. ჩვენი გენერალური სპონსორია კომპანია ტრანსპორტი, რომელმაც ჩამომიყვანა ეს ინკოგნიტო შენაძენი, რომელსაც ახლა ჩვენ მალე ყველა ერთად ვიხილავთ. წავედით. ეხლა ბალკანები და ვივალავ პარკინგზე რაღაცა. ეს არის ის შენაძენი, რასაც ამდენი ხანი ვმალავდი, რაც ჩვენ მაყურებლების ძალიან დიდმა ნაწილმა გამოიცნო, იმიტომ რომ ცოტა ხნით ადრე ვიდეო მქონდა ჩაწერილი და იქ ვამბობდი, რომ ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი, ოდესმე მოტოზე თუ დავჯდებოდი და ვიდეოშიც ვამბობ, რომ ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი, ოდესმე აი ამას თუ ვიყიდიდი, რომელიც ახლა კონტეინერიდან გამოვა. სიმართლე გითხრა, არ ველოდი ესეთი ემოციები თუ მექნებოდა, რაღაც მე გული ამიჩუყდა ჩემ შენაძენზე და ნახოთ ახლა როგორი გოგო იქნება. ეს ჩამოყვა საჩუქრად. ესეთი ბონუსი გამომიგზავნეს ამერიკიდან. თუ მჯეროდეს, რომ ექჩებია. ამ ვიდეოს მორალი არის მათ შორის არასოდეს თქვა არასოდეს, იმიტომ რომ ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენ, ოდესმე რას გააკეთებ ადამიანი. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ არასოდეს მოტოციკლზე არ დავჯდებოდი და მით უმეტეს ყიდო არც განიხილებოდა, მაგრამ აი რა სიტყვი და პირველადი დათვალიერებით როგორი გამოვიდა? აუ, ეგეთი მოტოციკლეტი რომ მყავდეს, გამარჯვებას აღარ გეტყოდით აღარაო, ძალიან მაგარი მოტოციკლეტი. მართლა? დედას გეფიცები. დილის 8 საათზე ჩამოსულები გამოვდივართ 6 საათზე.
როგორც იქნა დავასრულეთ ყველაფერი და გამოვიყვანეთ მოტო. კომპანია Transimportმა შეძლო მართლა შეუძლებელი. ზოგადად როგორც ისეთ ვისაც გქონიათ შეიძლება როდესაც კონტეინერი იხსნება იმ დღეს ვერ გაგყავთ ტექნიკა, რასაც ჩამოიყვანთ, რავი მოტოციკლი იქნება, მანქანა იქნება, წყლის სკუტერი თუ რაც იქნება რა. შემდეგ უნდა გამწვანდეს ეს, რასაც სჭირდება, არ ვიცი, მეორე დღე მაინც უნდა მოვიდეს და მხოლოდ მაგის შემდეგ შეგიძლიათ რომ გამოიყვანოთ. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ახლა ჩამოვიდეთ ამ პრინციპით მოვდიოდით და ჩვენ წაგვაყვანა აუცილებლად და პრინციპით იმიტომ წამოვედით და ლადოს წამოსვლა იმიტომ გახდა საჭირო რომ ძალიან ხშირადო მოტო ჩამოდის კარგ მდგომარეობაში, მაგრამ ზუსტად აქედან თბილისამდე, როდესაც მოყავს ევაკუატორს, მაშინ ხდება მისი დაზიანება, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა არ იცის როგორ უნდა დააბას და აი ეს დაბრკოლებები რო თავიდან აგვეცილებინა, წამოვედით ლადოს მისაბმელით და უეჭველი დღეს უნდა წაგვეყვანეთ ეს, რა იცოდა Transimportმა, რა თქმა უნდა, ყველაფერი გააკეთა, რომ მოეგვარებინა, რომ ჩვენი კონტეინერი გაიხსნებოდა, ეგრევე უნდა დაწყებულიყო ეს პროცესი, რომ გამწვანებულიყო და დღეს წამოგვეყვანა და ამ ყველაფერს დაერთო ისიც, რომ ამინდი გაფუჭდა და 3 საათამდე კი არა, მე მგონი 4 საათი იყო, რომ დამირეკეს, რომ კონტეინერის გახსნა ეხლა დაიწყება და შემოდითო და აი წარმოიდგინეთ რა დროა დარჩენილი 4 საათიდან, რომ მოვასწროთ ეს ყველაფერი, ეს პროცედურები, მაგრამ აი ეგეც კი მოაგვარეს და წარმოიდგინეთ კონტეინერი რომ იხსნებოდა ეს პროცესი უკვე დაწყებული ქონდათ რომ ეს გამწვანებულიყო და წამოგვეყვანა და აი ეს ახლა 6 საათი ხდება 2 საათია დაახლოებით გასული იქიდან რაც კონტეინერის გახსნა დაიწყო და ყველაფერი მოგვარებულია და ახლა დავაბათ მისაბმელზე წავეცით. ფოტოშოპს პირველად მოვკიდე ხელი რაც კონტეინერიდან გადმოვიდა არა შემოვწე. აუ ვაიმე დამიგორდა. ვაიმე დუგები არა მაქვს. არა, მე მგონი ჩემთვის ზედმეტი იყო მოტოციკლი. მიდი, წადე. დამავიწყდა, იმდენი მოტო არ დამიგოგი აღარ მახლა. შენ თუ არა? ჭრო? რა გადავაჯდე? გადავაჯდე, ვინდა გიშავა. აუ. ბიჭო, არ ვიცი დაიქოქება თუ არა, იმიტომ რომ ის რავი, რას გაიგებ რა. კაი, მოდი. დავაი, გასაგებია. 1 2 3 მაჩვენებდა და ფაინტო. მაჩვენებდა ფაინტო. კაი, ეს ჩავდო. მახსოვს ხედა? მას. ხო კარგი მოგეთ. რომელია დახო? დაიგოგა. ეს არის ჩემი პირველი მოტოციკლი, მეგობრებო. Одно შევაპარო. Вообще არა, რატო? კაი, სანამ ავიყვანთ ახლა რა. მოტოს ყიდვის ისტორიას მოგიყვებით. როგორ ვიყიდეთ, როგორ გადაწყდა вообще თან, აი ძალიან გამიმართლა ამ მოტოციკლის ყიდვაში და მაგ ყველაფერს მოგიყვებით, რა თქმა უნდა. ფერზე ვიტყვი პირველი, აი არ მინდოდა ეს ფერი, მოდი პირდაპირ ვიტყვი, მინდოდა შავი წითელში ჰქონდა Kawasaki 2024 წლის სამოდელო სერიაში, ზუსტად 500-იანში და შავი წითელი როგორც იცით, ჩემი ლოგოს ფერებია და ზუსტად ის არის, რაც მე მჭირდებოდა. მოდი ეს გავთიშოთ. თორე მე მგონი ხმა შემოდის. თან ძალიან არ ვაწვალოთ. ხო და მოკლედ შემომეყიდა რა ძალიან კარგი ვარიანტი ჩავარდა. თან იყო დახურული აუქციონი, მაგ ყველაფერს მე დეტალურად უფრო მოგიყვებით. დახურულ აუქციონზე ძალიან დაბალია კონკურენცია, იმიტომ რომ ყველა ვერ თამაშობს, კოდი აქვთ, აი კომპანია შეიძლება ერთი კოდი ქონდეს საერთოდ და შესაბამისად ძალიან დიდი შანსია, რომ კარგ ფასში შეიძინა მოტოციკლი. თან მქონდა ძალიან მინიმალური დაზიანება, ლადოს რო ვაჩვენე ეგრევე ფეჩატი დაარტყარო კიო, ესო კარგიაო და აუცილებლად ეთამაშაო და აი რა ვიცი შენთვის გაისროლა ავრორა რომ როანა თქვამი, კარგი მოტოციკლი ძალიან მაგარ ფასად ვიყიდე. მაგრამ აი ის გულის სყვეტო ვერ მოვიშორე რომ მინდოდა შავი წითელში და გამოდიოდა აუქციონზე ამის შემდეგ ზუსტად ისეთი როგორიც მინდოდა და თან ისიც ძალიან კარგი იყო, მაგრამ ვერ გავრისკე აი ამის გამოტოვება რა, იმიტომ რომ და კიდე კაი არ გავრისკე, იმიტომ რომ მე ის ბევრად ძვირად გაიყიდა, რაფაში ყიდვაც დიდად არ მაწყობდა. ასე შემეტანა ეს მახინჯი მოტოციკლი, მახინჯი, იმიტომ რომ ეს ფერი ახლა არაფერი, მაგრამ არა უშავს, სამაგიეროდ დამატებითი ეპიზოდი დაგვემატება იმ თვალსაზრისით, რომ რა თქმა უნდა ფირს გადავაკრავთ ამას. ახლა ავიყვანოთ და დავიძრათ თბილისისკენ, თორე სადაცაა დაგვაღამდება.
ძალიან მაგარი იყო. მაგარი გამოცდილება, კარგად იარა მოტო და ეს მშვიდობით ჩამოვედით თერჯოლამდე და ასე გავაგზავნე სპილისამდე. თერჯოლის სადგურზე გავჩერდით ახლა საწვავი უნდა ავავსოთ და რა სილომაზე დღეს ნახეთ რა ძალიან მაგარი მოფიქრება. მოკლედ, როგორც იცით, სოკარი არის ჩვენი არხის პარტნიორი. შესაბამისად, ამ ვიდეოში შეთამაშდება 50 ლიტრის საწვავი. ამისთვის ძალიან მარტივი პროცედურა უნდა გაიაროთ, უნდა დაწეროთ კომენტარი და გამოიწეროთ ჩემი არხი. კომენტარში კი რა დამიწეროთ და დამიწერეთ, რას ფიქრობთ ჩემ ახალ შენაძენზე, რა გავუკეთოთ, რითი გავალამაზოთ და რითი გავაუმჯობესოთ, ყველანაირ რჩევას მივიღებ ძალიან დიდი სიამოვნებით, იმიტომ რომ მინდა რომ ძალიან ლამაზი ბაიკი გამოვიდეს. როგორც ვახსენე უკვე, ესეთ ვიზუალზე დატოვებას არ ვაპირებ და მივიღებ ყველანაირ რჩევებს. გელოდებით კომენტარებში და გისურვებთ წარმატებას ვიდეოს დადებიდან ერთ კვირაში იქნება გათამაშება და კომენტარებიდან რენდომაიზერით აირჩევა გამარჯვებული. მოკლედ, ჩამოვედით თბილისში, მოვედი ახლა ელიაბაზე, სადაც საყენია ჩემი მოტოციკლი და უნდა გაჩვენოთ, როგორ მდგომარეობაში, უფრო კარგად და დალაგებულად. თითქმის 24 საათიანი მოგზაურობის შემდეგ როგორც იქნა თბილისშია მოტოციკლი და მანამდე ჩვენი კიდევ ერთი სპონსორის Little Georgia's ახალი პროდუქტი უნდა გაგაცნოთ, რომელიც არის აი ესეთი პატარა სინჯერასავით, სადაც ასხია სითხე. აი აქედან შეგიძლიათ სუნი გაიგოთ ყიდვამდე, სადაც კარგად იგრძნობა, როგორი სუნი აქვს, ამიტომ ესე რენდომ გარტყმაზე არ იყიდით და ეხლა გეტყვით თა როგორ უნდა მოიხმაროთ. უკან აქვს მოხმარების წესები დართული. აქედან გავხსნათ ეხლა. ახლა ნახეთ რა უნდა ქნათ. ამოვატრინოთ. სამასაკდავდებ. ეხლა ყურეთ. ესეთი საყვარელი ქილა, ამას თავს მოხდით და აი ეს საცობი უნდა ამოიღოთ. აი ეს. ამ საცობს ამოიღებთ. ეს დროებით აქ დავაგდოთ. თავს დააფარებთ. და რამდენიმე წამი აი ესე გადმოვაყირავებთ. всё. ამის შემდეგ გაიჟღინდება უკვე ეს სახურავი. ამას ჩამოკიდებთ. და всё, ესე გექნებათ მანქანაში. შიგნით აქვს პატარა ბურთულაკი, ესეთი რკინის, რომლის დახმარებით და რომ მოძრაობს, ეს სითხე ადის ნელ-ნელა სახურავში და იჟღინთება და გამოსცემს სურნელს და ძალიან კარგი რაღაცაა. 60 დღე გექნებათ ეს, ძალიან ეკონომიური და ზომიერია, ასე ვთქვათ, ერთიან და არ გააფრქოს მთელ თავის სუნს. აი ეს არის. ეხლა წავიდეთ ნახოთ ჩემი მოტოციკლეთი, რომელსაც ესი აქვს მოღერცილი საჭი, ესე დგას. ხო და პირველადი შეფასება, ასე ვთქვათ, გაკეთებულია დაახლოებით რა ჭირს, რა უნდა გაუკეთოთ, რა სტკივა. აი ხა ლადო მოვა და გვეტყვის უფრო ზუსტად და დეტალურად რა უნდა გაუკეთოთ და რა დაგჭირდება. გავარჯვა. მინდიჩია ამის ყიდვა, რატო იყიდე ვაფშე? აი რაღაც წესიერი გეყიდა თუ ყიდულობდი ვერ გავიგე. აი ეგ არის ჩემი პრობლემა, რომ არ გკითხე რა მეყიდა და აი ჩამოვიყვანე ხა ეს თავში სახლი. დედის წინ მორბენალ კვიცო, ნუ დასცინის ხვასაო, ხო გაგიგია? რაც მოგიგო დათაო. აი მოდი ხა დავიწყოთ, მოდი სარკეებით დავიწყოთ რაღაც. პირველ რიგში აი ამ უზრდელობებს ხსნით და ვაგდებთ. იცი რა მაინტერესებს? ჩაქვიჩით ვამტრევთ აი ამ უზრდელობებს. ეს სარკე ვაფშე რატო დაუყენო ის დაუყენა. ეს არის ანაგ რას ხედავდა სა. ხო, ეს არ არის მხედველობისთვის, ეს არის დიზაინზე გათვლილი. იდეაში ორიგინალი ბრენდი ეს მოდელი აწარმოა, რიზომა არის ეგეთი ბრენდი და მაგან აწარმოა პირველად ეს მოდელი რა. მაგის მერე ჩინური პატენტები დაიწყეს, ზუსტად იგივე ვიზუალი აქვს აბსოლუტურად რიზომასაც, პროსტა ხარისხი აქვს უკეთესი რა. ნუ ხედველობაც რა თქმა უნდა ბევრად უკეთესი აქვს, მაგრამ არც იმაში არ ჩანს რეალურად რა. ხო რა, აი ამას ეგრევე ვამტრევთ და ჩაქვიჩით და ნაჯახით წილად ბოლომდე კი მაგას და აი ამას აი ამ სამ უზრდელობას ეგრევე ვამტრევთ ნაჯახით ამის სიმახინჯე ვერ აღვიქვი სანამ შენი მოტოს გვერდით არ ეყენა და შენი მოტოს ხო მუქი საქარები სხვა ფერი ძალიან უხდება და ეს იმენა ხო თან შავი მოუხდება ხო ამას ხო ან შავი ან ირიდიუმი ან რაღაცა ფერი რაღაცა ფოტოებში თეთრი იყო ხო და ეხლა ვიცოდე თეთრი მოტოციკლი ვიყიდე და არც თეთრი არ მომწონდა იდეაში მაგრამ ნუ ოკეი მეთქი მაგრამ ვაფშე არა თეთრი არის იმენა ვერცხლისფერია ვერცხლისფერი არ არის ეს არის აი დაორსულებულ სპილოს რო მამრის სპილო შეაშინებს ბუ აი ესე რო ეთქვის აი მაგისი ფერია ზუსტად რა კაი, მოდი ახლა დავიწყოთ რა ჭირს, ჯერ რას გავს, მოდი ახლა დაიმახსოვრეთ რას გავს. ხო, და რა იქნება, before and after-ი შეგიძლია გავაძრო მე. ეს მეოთხე უზრდელობაა, რაც უნდა გადავაგდოთ. რა გამოგეწონა ხო? რატო ჩინური ვერ გავიგე რა? ეს არის ჩინური ნაგავი, მოტოციკლზე ჩინური არ უნდა იყიდოს, არაფერი აბსოლუტურად. რა არის, ანუ кейსი, ანუ ჩვეულებრივი ქარხნული გასაღებია, რომელიც ძის кейსში
კეიში იჯდეს, არ გაფუჭდება და. ხო, მე მომწონს რა. ხო, ნუ ეგ პატარა ბავშვი გაიზრდება, მაგრამ კაი, არ მიაქციათ ყურადღება. პრინციპში იქვე დავქოქეთ და ის იყო. უნახე რამდენი ბენზინი დგას. დგანა. დგია. გასარა დგანა. კაი. დავაი, გადაქოქე. აჰა, დაჯდა უკრაკულატორი. აღარ იქოქე. ოხ, ჩი. კაი, აღარ გვინდა, არ დაქოქო, ჰა? ის დამავიწყდა, გაკვეთილზეც უმავიწყდებოდა ხოლმე. მაგრამ სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ წითელი რო ყავდა, რა ყავდა, Honda, ხო? ხო. მაგას ეგ ნოშკის შეწევის გარეშეც იქოქებოდა და ერთხელ მაგითი დავდივარ და კაც ნოშკას რაღაც ხრიალებს რომ ვიწევი. თურმე რა ყოფილა. კაი, მინდი ვთქვათ, ეხლა კიდე რა უნდა? კაი, მოკლედ ეხლა რა ხდება რეალურად რო ავიღოთ, ისაც აინტერესებს. მოკლედ გვაქვს მარჯვენა მხარეს პლასმასის დაზიანება, აი მის შეხედე. ეს არის დაზიანებული, რომელიც ამის გარდა დაზიანების შესაძლებელი არ არის არაფერი რეალურად. აი ეს პლასმასი არის, მხოლოდ აი ამ ადგილას დაზიანებული და მორჩა. ამ ადგილს შეღუნულია და ნუ ამას გავასწორებთ ისე რომ შეღებაც არ დაჭირდება საერთოდ. გვაქვს აი ეს ფეხის სადგამი, მოტეხილი. ამასაც ახალს დავაყენებთ. გვაქვს კლიპონები, ანუ საჭეები რაც არის, საჭეები გვაქვს გაღუნული. ესეც თუ გასწორდება თუ არა ახალს დავაყენებთ. აი ამ უზრდელობებს მოხსნით და ნაგვის პარკში გადავყრით ეგრევე. კიდე გვაქვს აქედან გვერდთა სადგამი გვაქვს გატეხილი და ამასაც გავალამაზებთ. პრუჟინა არის დაკარგული და ზამბარა არის დაკარგული და ამ ზამბარასაც გამოვიწერთ ახალს. მოკლედ დანარჩენი არის უკვე ვიზუალის თემა რა ეს მოტოციკლეტი. ჰა? ცეპი იდეაში ხა ძალიან ჟანგიანი არის, იმიტომ რომ დიდი ხანი ეყენა ეს მოტოციკლეტი, თუმცა გავლილი აქვს 1000 კილომეტრი რეალურად ამ ცეპს, ძალიან ცოტა გარბენ შენ მოტოციკლეტს და ამ ცეპს განვაახლებთ, ახალ სიცოცხლეს შევმატებთ. მით საპოხი მასალით და ჩოთქით. ო, მთელი მუღამი ამ ყველაფერს რაც არის, ეხა მე ხელოსანი არ გეგონოთ ხალხო. მოკლედ იდეა იყო ორი. ვარიანტი იყო უბრალოდ მენიუში ორი. ერთი რომ ეს მოტოციკლეტი წაიყვანა ქალბატონ მაროს სადმე სერვისში და დაესერვისებინა და მეორე ვარიანტი იყო რომ ამან გინდა თუ არა მე უნდა დავასერვისო ჩემი მოტოციკლეტია ხო და ამ მოტოციკლეტს წავიყვანთ გარაჟში ჩემთან და დაიწყებს ქალბატონი მარო დაშლის ამ მოტოციკლეტს და რასაც ვიტყვი გააკეთებს ყველაფერს და მე დაიქოქება რითი. ო, მე არ დაიქოქება და დაიქოქება. ნახავთ მოკლედ მაკოლაფერს მარო უნდა გააკეთოს კი. ამითი გასმიცეს. კაი, მზად ხარ მაგისთვის, რომ შრომა და თავდადება გეუბნება ძალიან. მზად შრომისთვის და თავდადებისთვის. მე ხო იცით როგორ მიყვარს ჩემი ხელით რაღაცების კეთება ჩემს მანქანაზეც და ამიერიდან უკვე ჩემს მოტოციკლზე. შემდეგი ვიდეო, ანუ ამის შემდეგი ვიდეო ამ მოტოსი იქნება უკვე ამის აღდგენა, ვიზუალი და საბოლოოდ რომ დავესრულოთ ყველაფერს, მაგასაც აუცილებლად მოგიყვებით თანხებს, რა დაჯდა ჩამოყვანაც, აუქციის დანამატის გაკეთებას და აბსოლუტურად ყველაფერი. მოკლედ ეს არის ამ ვიდეოს შემდეგი ვიდეო დიდი ეჭვი მაქვს რომ გვექნება M6-ზე, იმიტომ რომ ფოთში შემოვიდა უკვე და მალე გაიხსნება კონტეინერი და მოკლედ დიდი ციებ-ცხელება გველდება. ორი ტექნიკა რა, მოტო და მანქანა მაქვს გასაკეთებელი და რა იქნება ვნახოთ.